ყველა შეზრწმუნებული ვარ და აღშფოთებაც არ ვქვია ამას, შეწურნებაც არ ვქვია. ეს არის ყველაზე საშინელება, რაც კი შეიძლება მოხდეს. საერთოდ ადამიანის სულში ჩაფურთხებაა რა და არ ვიცი, ჩვენს ესე სპონტანურად შევიკრიბეთ. დღეს მოქმედი სპორტსმენები, რამდენიმე სპორტის სახეობა, კერძოდ ალბათ კონკრეტულად უფრო ორი ჯერჯერობით რა. და ესე ალბათ სპონტანურად უნდა გაერთიანდეს ყველა რა ამ უსამართლობის წინააღმდეგ და უნდა მოხდეს ყველას დასჯა აბსოლუტურად რა. მარტო ვიღაცა ორი შემსრულებლის დასჯა არ არის მე მგონი საკმარისი რა. აბსოლუტურად ყველას დასჯა უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა შევუერთდეთ სტუდენტებს და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ამ ძალადობის წინააღმდეგ. დღევანდელი სიტუაცია და დღევანდელი მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს, არა მარტო სპორტსმენს, თითოეულ მოქალაქეს აძლევს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რომ ამ ძალადობის, ამ მართლა ჯალათების და ამ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა მოიღოს. აქ პოლიტიკა და ჩვენ არც ერთს არ გვაქვს პრეტენზია დიდ პოლიტიკობას საბაზე. ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ გამოხალოთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია და მშვიდობიანი მსვლელობით შევუერთდებით იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ამ მანიაკალურ მართლა მიდგომას ადამიანების მიმართ. ძირითადად რაგბისტები და წყალბურთელები ვარ ძირითადად შეკრებილები აქ. და უბრალოდ ეს ადგილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ბევრი სპორტული დაწესებულება, ფეხბურთის ფედერაცია, რაგბის კავშირი, სპორტის დეპარტამენტი და მხოლოდ მაგიტო შეირჩა ეს. მინდა მიმართო აბსოლუტურად ყველა სპორტსმენს. მოქმედს, არამოქმედს მნიშვნელობა არ აქვს. მარტო წყალბურთი და რეგბი რეგბისტები ვერ ვიზავთ, რაც გასაკეთებელია და წინ ვერ წავალთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის დღეს, რომ ყველა უნდა გვერდში დაგვიდგეს, იმიტომ რომ ჩვენ თავზე ავიღეთ ის პასუხისმგებლობა, რომ ანალოგიური სიტუაცია აღარ გამეორდეს არასოდეს. ძალიან ვთხოვ ყველას, კალათბურთელებს, ფეხბურთელებს, ფრენბურთელებს, მოჭიდავეებს, აბსოლუტურად ყველა სპორტსმენს გამოვიდეს და გვერდში დაგვიდგეს. იმიტომ რომ ჩვენ კი ვართ, ძალა ვართ, მაგრამ ის გვჭირდება ყველა სპორტსმენი, იმიტომ რომ უფრო დიდი ძალა ვიქნებით და მიხვდება ის ვინც მისახვედრია, რომ ესეთი საქციელით ქართველს ვერ გატეხავს ვერავინ.